დაკავებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროში და ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი ნუკრია აბალაკი. პროკურატურა აბალაკს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. კერძოდ პროკურატურის ინფორმაციით 2007 წელს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად ხაშურის რაიონის სოფელ ბებნიში არსებული 18 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთი პირდაპირ მიყიდვის ფორმით გადასცა ერთ-ერთ მოქალაქეს. ხოლო 2008 წელს მან სოფელ ხელთუბანში მდებარე 7 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთი პირად საკუთრებაში გადასცა სელექციური მიღწევების და ჯიშთა გამოცდის სადგურის ყოფილ დირექტორს. 2010 წლიდან დღემდე ნუკრია აბალაკი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. უშინ მოხდა მისი დაკავება მეც როგორც საზოგადოებამ გავიგე საღამოს და დღის დადასტურებული ინფორმაცია მივიღე ასე ვთქვათ მასმედიის საშუალებებისგან. ზუსტად არ ვიცი რასთან დაკავშირებით არის. ამონი ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგეს.